დღევანდელი სინოდი დასრულდა. Როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. რაც შეეხება შედეგებს, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, 3 კანდიდატი იქნა გამორჩეული. ეს 3 კანდიდატი არის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში მოგეხსენებათ, რომ ამ 3 კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენოს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. საპატრიარქო ტახტის მოსაყრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2 კანდიდატმა მიიღო 7 ხმა. იყო სხვა კანდიდატებიც, რომლებიც პირველი სამეული არ იყო, თუმცა სხვების დასახელდა მათ. იყო დიახ, იყო მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდით, რომ ასაკობრივი ზღვარი ყოფილიყო ბოლომდე. დღევანდელ სხდომაზე თავარი პრინციპული საკითხი, რაც აი ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ ამის მიხედვით იხემძღვანელა სინოდმა. გაფართოებული კრების თარიღი გაიგო. ჯერ არ არის გარკვეული. მადლობა. მადლობა.